დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიისთვის. British Airways-მა დღეს შეასრულა პირველი პირდაპირი ფრენა ლონდონი თბილისის მიმართულებით. ეს იყო საკმაოდ გრძელვადიანი, საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი და მე ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და წარმატებით დაასრულა ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ პირველი რეისი უკვე დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. არსებული პირდაპირი ფრენა იქნება ძალიან წარმატებული, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები დიდ ბრიტანეთში იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა, როგორც ტურისტული მიმართულების, გვაქვს არაერთი პროექტი ავიაკომპანია British Airways-თან ერთად იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წავახალისოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ავიაკომპანია British Airways-ის შემოსვლა იქნება ახალი განაცხადი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის. ჩვენ ვიხილავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს დიდი ბრიტანეთიდან, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში უზრუნველყოფს, რომ გააძლიეროს ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მცირე საშუალო მსხვილი მეწარმეები, გააძლიერებს ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიას და რა თქმა უნდა თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. ეს რა თქმა უნდა არის წინაპირობა იმის, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელი ტურიზმის ინდუსტრიაში, ისევე როგორც ავიაციის ინდუსტრიაში იქნება ძალიან წარმატებული.